ჩვენ მქონდა შეხვედრა პროკურორებთან მოსამართლეს სანდასწრებით, მათ დამისვეს კითხვები, რომელზეც გავეცი პასუხი. ასევე მქონდა საუბარი ჩემ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც გასაჯაროვდა, სადაც გამოხატული მაქვს პოზიცია ამ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის მიმართ და ისიც თქვი სასამართლო დარბაზში, რომ ეს არის გაგრძელება დისკრედიტაციის კამპანიის, პროპაგანდისტული კამპანიის ჩვენ წინააღმდეგ, მამუკა ხაზარას წინააღმდეგ, ძლიერ საქართველოს წინააღმდეგ და ეს პოზიცია არ დამიმალავს და ცხადია ეს პოზიცია არის სრულად გამოხატული ჩემივე პოსტში, რომელიც მე გავავრცელე საჯაროდ. სირკად შეფასდა თქვენი წინამორბედისაგან ეს პროცესი. თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? სირკი უწოდა ირაკლი ოქროშულმა ამ ყველაფერს. თქვენი პოზიცია როგორია, რომ გითხრათ? ხო, ესე იგი ქალბატონ წულუკიანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით და არაერთხელ საჯაროდ შეურაცხყოფელი განცხადებები და ცილისწამებრივი განცხადებები გავრცელებია ჩემს მიმართ, მის განცხადებასთან დაკავშირებით, მის განცხადებაზე მისვლას საერთოდ არ ვაპირებ, რა თქმა უნდა, მისი განცხადებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს ადამიანი ეწევა ბიძინა იმანიშვილის დავალებით ცილისწამებრივ კამპანიას ჩვენს მიმართ. შესაბამისად, მე ამ კამპანიაში არანაირ მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ და არ ვაპირებ. მამუკა ხაზარაძეს აპრეცედენტებს იმ ისტორიებს, რასაც ადამიანები დიახ, თუ ელოდებით, თქვენ თანაპარტიას უკვე წარუდგინეს ბრალი, ასევე აღკვეცე იმსჯელეს, ელოდებით თუ არა რომ თქვენ წარგიდგენენ ბრალს? ხო, მე ვერ გეტყვით, საერთოდ რა თქმა უნდა, მოლოდინი ამ ვითარებაში, რომელიც ვიმყოფებით, როდესაც ყველა ინსტიტუცია მიტაცებული აქვს ბიძინა იმანიშვილს, ამ ვითარებაში მოლოდინი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ არ უნდა გქონდეს პოზიტიური კანონიერი გადაწყვეტილების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, იმდენ უკანონო გადაწყვეტილებას იღებს ეს სისტემა, რომ მოლოდინი აქ ყოველთვის იქნება შესაფერისი, მაგრამ რაც შეეხება ამ ცილისწამებრივ კამპანიას, რომელსაც აწარმოებენ დავალებით ქალბატონი წულუკიანი და მისი ამ ფსონები, ცხადია, რომ ამ ცილისწამებრივ კამპანიის ერთ-ერთი მიზანი აქვს პოლიტიკური ოპონენტების გაშავება, სიბინძურის გავრცელება, უდანაშაულო ადამიანების ირგვლივ და ცხადია, რომ ეს მათი სტილია. ჩვენ ამას უპასუხებთ შვიდად და იმით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ცნოთ ან უკანონო პარლამენტის, არლეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმურობა, ან ხელი შეუწყოთ ამას, პირიქით ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ სწორედ ის ხაზი, რომელიც დღემდე გქონდა. ჩვენ ვიმეორებთ, ეს არის არლეგიტიმური პარლამენტი, ეს ეგრეთ წოდებული კომისია შექმნილია კონსტიტუციის დარღვევით. ამ კომისიის ამოცანა არც ყოფილა არასდროს არც სიმართლის დადგენა, არამედ მისი ამოცანა ადამიანებს გაშავება, პროპაგანდისტული კამპანიის წარმოება და ამის ხელშეწყობა არის სწორედ მაშინ დათანხმება ამ ძალადობრივი რეჟიმის მეთოდებზე. და ჩვენ ამაზე დათანხმებას არ ვაპირებთ. რა შეკითხვები გქონდათ პროკურორებს, თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მათ რა აინტერესებდათ პროკურორებს? ხო, პროკურორებს აინტერესებდათ პროცედურული საკითხები, როდის გავიგე ამ დაბარებას დაკავშირებით, რა პირობებში გავიგე, მივიღე თუ არა შეტყობინება, არ მივიღე შეტყობინება, ჩემი პოზიცია რა იყო, აი ესეთ კითხვები იყო. სამართლებრივად ანუ რამე პრობლემა იყო, ირაკლი ოქროაშვილი საუბრობდა სამართლებრივ ხარვეზებზეც, რომ გადაწყვეტილება არ იყო კომისიის და ეს იყო წულუკიანის წერილი, რომელსაც ვერ გაასაჩივრებდა. ხო, ეს ბატონო ოქროაშვილის პოზიცია, მე უნდა გითხრათ, ამ კონკრეტულად ამ თემაზე მე არ მქონია საუბარი, რაზეც ბატონო ოქროაშვილი საუბრობს. მე ამას საუბარი არ მქონია. მე რაც შეეხება თქვენ კითხვას გიპასუხებთ, ის ადამიანი, რომელიც კომისიაზე იყო მისული, მან თქვა, რომ პრეტენზია ჰქონდა კალაძესთან და დღევანდელ ხელისუფლებასთან. და ჩვენ ამაზე ვთქვით, რომ ის ადამიანი, ვინც დააკავა პროკურორი, დღესაც ჩემი ინფორმაციით მუშაობს პროკურატურის სისტემაში, ის მოსამართლე, რომელმაც მიუსაჯა ამ ადამიანს 10 წლით პატიმრობა, დაწინაურდა ქართული ოცნების პერიოდში და ცხადია,
როდესაც საუბრობთ ადამიანის უფლების დარღვევაზე, პირველ რიგში ის პროკურორი და ის მოსამართლე უნდა მიწვეულიყო ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, რომელმაც გაიმეტეს ეს კაცი პატიმრობისთვის, მაგრამ ისინი არავის არ მიუწევია, იმიტომ რომ ის ადამიანები ემსახურებენ დღეს ქართულ ოცნებას. მადლობა. ვუსმენდით ბადრი ჯაფარიძეს, როგორც მისგან მოვისმინეთ, ის არ აპირებს რომ მივიდეს საგამოძიებო კომისიაზე, რადგან